გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasales Squeltanetan mamagla daidzaxe Turbo savrebo tsi ტურბოზავრები შეხედეთ რა ვიპოვე ალბათ ტურისტებს დაავიწყდათ ეს კოსმოსური რაკეტაა. მასზე შეიძლება ვარსკვლავებთან გავფრინდე და სხვა პლანეტებზე. ეს სახიფათო არ არის? ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება სხვა პლანეტებზე. როგორ არ ვიცით? აი ყველაფერი ხატია. სხვა პლანეტებზე ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. აი ეს კი მე მგავს. შეიძლება ბიძა ჩემია. საოცარია, ზერს ბიძა ყავს. ანდეიდა, რა მნიშვნელობა აქვს? მინდა მათთან სტუმრად ჩავიდე. ჩვენ ხომ კოსმოსური ხომალდი არ ყავს. მაგრამ ვიცით როგორ გამოიყურება. მის აშენებას შევძლებთ. ჰა. და კოსმოსში გაფრენილი მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი გავხდები. 15 18 25 მორჩა. ყოჩახ, 25 ჩაჯდომა გავაკეთეთ. ახლა 100 თვები. არ შეიძლება რომ ვარჯიშის გარეშე გახდე კოსმონავტი. არ შეიძლება. აქ ყველაფერი ხატია. კარგი, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი გამოვიდა. მეც მინდა სხვა პლანეტებზე გავფრინდე. შენთვის 5 ჯერ უფრო დიდი ხომალდი უნდა ავაშენოთ. 6 ჯერ. ჩვენი კოსმონავი სად არის? კოსმონავტი გადაიღალა. რაკეტა მზად არის გასაფრენად. ზარ, ფრთხილად იყავი. არ ინერვიულოთ, სწრაფად ვიფრენ. იქით გავფრინდები და მასშივე უკან დავბრუნდები. ვიწყებ უკუთვლას. 5 4 3 2 1 სტარტი. რა ხდება? სად არის ცეცხლი, კვამლი? რატომ ვერ მიფრინავ ვერსად? რას აკეთებთ? რაკეტას ვუშვებდით კოსმოსში, მაგრამ არ გაფრინდა. მინდოდა მსოფლიოში პირველი კოსმონავტი პტეროდაქტილი გამხდარიყავი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი რაკეტა შევქმენით, როგორიც ფოტოზეა. ნეტავ რა არ გავაკეთეთ სწორად. ძალიან კარგი რაკეტაა, მაგრამ ვერ გაფრინდებოდა. მას ხომ ძრავები არ აქვს. რაკეტების ძრავები კი ძალიან რთული კონსტრუქციისაა. ჩვენ თვითონ მასეთებს ვერ გავაკეთებთ. აი, ასეც ვიცოდი. წინოთ. იდეა მაქვს. ამ რაკეტას პარკში დავაყენებთ და ბავშვები კოსმონავტობანას ითამაშებენ. შესანიშნავი იდეა, კატია, მაგრამ ჯერ რაკეტა უნდა დავშალოთ, პარკში გადავიტანოთ და იქ თავიდან ავაწყოთ. ტურბოზავრებო, წინ!
დო, ფარებით გაანათე. ტრაკ, ანკი, რაკეტის აწყობა და დაყენება დაიწყეთ. ზერ, თვალი ადევნე რომ რაკეტა ზუსტად ვერტიკალურად იყოს დაყენებული. ტურბოზავრებო წინ! დავიწყოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ. რაკეტა გადაიხარა. უფრო სწორად უნდა დადგათ. ყოჩაღ, შესანიშნავად იმუშავეთ. წყალღრმა ბატისკაფებს ზრავები აქვთ? მინდა მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი ვიყო. ასეთი რა ვთქვი? რა? ასეთი სიცხე იურულ ეპოქაშიც არ ყოფილა. ვინ არის ბოლო გასარეცხად? ჩემ შემდეგ იქნები. დო, მალე დაამთავრებ. იურული ეპოქის შემდეგ გასულ დროსთან შედარებით ძალიან მალე. გასაგებია. საღამომდე აქ დაბანას ვერ მოვასწრებ. ტბაზე წავალ. მართალია, მეც ტბაზე მინდა. მეც მინდა. მეც ტბაზე წამოვალ, მეც მინდა. მოიცადეთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ცხელა. მაგარია. ნამდვილი ეგვიპტური პირამიდა ააშენეთ. როგორც წიგნშია, ეგვიპტელებს კიდევ წყალსადენი ჰქონდათ, რომელიც ბორბლის მეშვეობით მუშაობდა. შეგიძლიათ ასეთი გააკეთოთ. არ მესმის როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცი, ვის უნდა ვკითხო. დინოზავრები ხომ ყველა ეპოქას მოესწრნენ. გამარჯობა. რას აკეთებთ? საბანაოდ მოვედით, ტბა კი თითქმის დაშრა. ტბაში კობრები ცხოვრობენ, ისინი ხომ დაიღუპებიან. ტბა უნდა გადავარჩინოთ. ტბაში წყალი უნდა დავამატოთ. ძველ ეგვიპტეში წყალსადენი ხომ გაქვთ ნანახი? მრავალი წელია ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტყეში გავატარეთ. ეგვიპტეში არ ყოფილვართ. ზერ, შენ რა ტანსიბხან? კისერს ჭიმავს, რომ უფრო ლამაზი გახდეს ჩემსავით. რაღაც მსგავსი მინახავს. საით მიფრინავ? მართალია, შემეშალა. გმადლობ თორ. სად გაფრინდა? ზერს ყველა კი ვერ გაუგებს. როგორ მუშაობდა წყალსადენი? აი რა უნდა გავიგოთ და მერე მისი მსგავსი გავაკეთოთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ გენიალური ფოტო გადავიღე. იდეალური რაკურსია. შენ ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებ. მაშინაც კი როცა არ იცი, რას აკეთებ. ეს ძველებური წყლის წისქვილია, მაგრამ გონია რომ ტოტებიანი კუნძია გაჭედილი და ბორბალს ხელს უშლის. მივხვდი როგორ უნდა ავაშენოთ წყალსადენი. ოღონდ დიდი შრომა მოგვიწევს. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, ამ შრალი მორებისგან ფიცრები უნდა გაკეთდეს. ფიცრებისგან კი სადინარი უნდა გაკეთდეს წყლისთვის. მერე შენ და თორი სახტენებს დადგამთ, ანკი კი ზედ სადინარს მოათავსებს. შესანიშნავი წყალსადენია. წყალი სად არის? მოიცადე ზერ, ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ. თორ, ეს ხედაჭერი და გული გამობურღე, გამოვა კასრები. ტრაკი და ანკი კი კასრებს ბორბალზე დაამაგრებენ.
ახლა კი ზეერ, ბულს დაეხმარე მორს გვარელი გამოსდოს. შენ კი ბულ, ფრთხილად გამოკაჩე. წყლის გაშვებაში დავეხმარე. სწორად მოვიქეცი, რომ პირსახოცი წამოვიღე. წყალი არ წყდება. მალე იქ ნამდვილი ზღვა გაჩნდება, პალმები, პლაჟი. საღამოს ყველაფრის დაშლა მოგვიწევს, რომ ტბა არ გადაიფსოს. ახლა კი წისქვილს რა მოუვა? საღამო მშვიდობისა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. შეხედეთ, ბორბალი ისევ ტრიალებს. ხო, ძველი წისქვილის სამუზეუმო იშვიათობაა. მომეჩვენა. სამუზეუმო იშვიათობაა. იდეა მაქვს. წისქვილი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას ახალ მუზეუმში. ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი ოკეანის თუ ერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია. მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არწივი. რამე უნდა მოვიფიქრო თუ არა ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტისმეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. ბარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ ზერ. ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს.
შეხედეთ, რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღრგნეს. შვენიერია, ამ ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთდეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსაა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს 3 გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ, ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ანკი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ!
აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არ აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო, ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! ბებია, წავიდეთ, სოკო დავკრფოთ. კენკრაც. უჩემოდ წადით. დღეს ბოსტანში ვიმუშავე და დავიღალე. აი, იპოლიტიც წამოვა თქვენთან ერთად. პეტია, მოდი ჩვენ სოფელში სოკოსა და კენკრის მოტანის სერვისი შევქმნათ. ბევრს ხომ მათ დასაკრეფად ტყეში წასვლის დრო არ აქვს. მართალია და ამაში ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. მათთან გავიქცეთ. მართალია, ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ერთად ვართ. ხომ ასეა, მეგობრებო? მაშინ ყველანი სოკოსა და კენკრის დასაკრეფად წავიდეთ. რა მაგარია. აქ იმდენია, მთელ ქალაქს ეყოფა. მეც ვიპოვე გემრიელი სოკო. სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს საშუალებას. ჯერ ერთი ზერ, შხამ სოკო არ იჭმევა. მეორეც განძის შესანახი საწყობი უნდა ავაშენოთ. მართალი ხარ, ბუ? ოღონ ჯერ მშენებლობის გეგმა შევადგინოთ. აქ კონვეირი იქნება, აქ შეფუთვა მოხდება, აქ კი დატვირთვა. ყველაფერი გაიგეთ? გავიგეთ. მშენებლობისთვის დაგჭირდება მორები, ქვები და ნაძვის ტოტები. მე და ტრაკი ფუნდამენტს გავაკეთებთ. თორი და ანკი კედლებს და სახურავს მიხედავენ. ტურბოზავრებო, წინ! ჩვენ კი აქ სოკოს ვუდარაჯებთ. თორემ შეიძლება ვინმე შეჭამოს. კარგი საწყობი გამოვიდა. საიმედო. ახლა შეგვიძლია შეფუთვას მივხედოთ.
შემდეგ კი მიტანას. სოფლამდე როგორ მივიტანთ? ეს უკვე ზერმა და დომ უნდა გააკეთონ. მე ვზნოდადებთ, თორემ მძიმე იქნება. რა საჭიროა ამდენი? რას შვრებით? როგორ არ გცხვენია ზერ? კალათები ბოლომდე უნდა გაივსოს. კარგი. ვნახოთ, ვინ მივა სოფელში პირველი და ვინ დაარიგებს კალათებს. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო. როგორც ჩანს, დო ძალიან ჩამომრჩა. შემიძლია დავისვენო და შევჭამო. რა მოხდა ზერ? დახმარება გჭირდება? მე ვამოწმებ სოკო იჭმევა თუ არა, იქნებ შხამსოკოა. შენ თვითონ ხარ შხამსოკო. შხამსოკო წითელია და თეთრი კოპლები აქვს. დამეწიე. სულ არ ჩამომრჩენია. და მელოდე. სიურპრიზი ტყიდან. აქ ხომ სოკოა, კენკრა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. გმადლობთ. მოშორდით, წადით, მაგვიანდება. ესეც ასე. სასაულია. ნამდვილი სოკოს წვიმა. ეს სასაული კი არა, ტყის ძღვენის სწრაფი და საიმედო მოტანაა თქვენს სახლში. ისე ამოვნეთ, მე კი სახლში მეჩქარება. მადლობა დო, მინდოდა შენთვის გამესწროდა, აი, რა მოხდა? მეც მიყვარს სისწრაფე, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ ზერ. ჯობია არ იჩქარო და ყველაფერი სწორად და ფრთხილად გააკეთო. ახლა კი სახლში წავიდეთ. სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოგწეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო.
მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისია შენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ. ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ან კი შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო წინ! უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ბულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხი ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. ეს წყალი მაინც თევზებისთვისაა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმაწვიმაა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. ვაშა! რა უცნაური საფი გამოაქვეყნა ზერმა, შეხედე. ო, ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია, რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. მართალი ხარ, იქნებ ხაფაკში გაება. მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა. რომ დაიხჩოს? იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. ზერ, რა მოხდა? წვიმას უღებდი ფოტოებს, წყალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია, რომ მოხვედით, გადამარჩინეთ.
გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ თორი და ტრაკიკი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩკარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. ბედი ახსნეს დრო არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარეთ. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედათ ბორისკენ წყალსაგდები არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედათ ბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. ზიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. არა, ოღონდ არ იწვიმოს. რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავ ტრაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ, მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუაყვებით დახმარება გზაშია.
მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო, წინ! ბული და ტრაქი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სწორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია. მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო, ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომ ასეა თორ? ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით, თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მერე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ იხევენ უკან. სამამდე დაითვალეთ? 1 2 3 ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხარო რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეჭასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმ დახას ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაქმა ისევ არ დააბიჯა. იმ ღრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა.
ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არი ნერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლავე გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან! სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომაზეა ბულ. მართალია თორ, მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო, თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ! შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ბეღელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას.
იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ. მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ. ყველაფერი გავიგონე. რა შეჯიბრება იქნება? გაზომავენ ფრენის მანძილს, ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს. მიყვარს ტვირთის გადატანა. იღებ ტვირთს, მიფრინავ. ცდილობ არ დააზიანო. ზერ! ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი. თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დროინი თქვენსა ჯობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინაჯობებს. ადგილის რუგა. ქარის სიჩქარე? ამინდის პროგნოზი. სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს. უგრძნობ ჩემს ნიჭს არენდობით. უფრო მალე გავიმარჯვებ, ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება. ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას. რა თქმა უნდა, გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია. ბაშა, ტურბოზაბრებო წინ. გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. თქვენ იღებთ მონაწილეობას. გამარჯობა, ბავშვებო. ხო, გამხიარულება გადავწყვიტე. ძვირფასო მაყურებლებო, ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა. უკვე დაიწყო? ჯერ არა, დაიმალე. ჩვენ გეტყვით, როცა დაიწყება. ჭექაქუხილი ჩქარა თავშესაფარში. სერი არ დაბრუნებულა, კავშირზეც არ გამოდის. უნდა ვიპოვოთ. მთელი არემარე დავათვალიეროთ. ტურბოზავრებო, წი! ზერი უნდა გადავარჩინოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მოვიფიქრე, პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ. ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის. მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ. ტრაკ, შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ. ტურბოზავრებო, წი! იმუშავეთ. ეს ხომ ზერი არ არის. ეს ფედიას და ბორიას დრონია. ზერი კავშირზე გამოვიდა, ზერს ათხარ. გავიჭედე. ვერ ვინძრევი. გეოლოკაციას გამოგიგზავნით. ძალიან სუსტი სიგნალია, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით, სად არის წინ. დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლუქსში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ან კი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს ტურბოზავრებო. წინ! მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნატურების შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე.
არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვიტეს თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.